გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჩიტანაოსთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. ტექნიკური დათვალიერება ავტომობილებისა ისევ განახლდება, რა შედეგებს უნდა ველოდოთ ტექნიკური ტესტირებისგან, რამდენად წაადგება ეს მექანიზმი გარემოსა და შესაბამისად ჩვენი ჯანმრთელობის დაცვას, როგორ წარმოუდგენია არასამთავრობო სექტორს იმ სისტემის სწორად ამოქმედება, რომელიც წლების წინ კორუფციის დიდი წყარო იყო. უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში სპეციალისტებისგან მოვისმენთ ამ თემაზე კვალიფიციურ პასუხებს და ასევე გვაინტერესებს თქვენ როგორ აფასებთ ძისთვის ვარგისიანობაზე ტესტირების განახლებას რადიო მსმენელებო. თქვენ ვინც ახლა მართავთ ავტომობილებს, ბრძოლებო, რა შიშროებას ამ პირიქით რა სარგებელს ხედავთ ამ ჩვენთან მივიწყებული, მაგრამ სოფლიოში აპრობირებული მეთოდისგან. დაგვირეკეთ ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 99. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. ვუსმენთ ერთმანეთს. სალამი, ჟურნალისტი ზაზა ჩიტანავა გახლავართ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ავტომობილების ტექდათვალიერება ბრუნდება, ამის შესახებ მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, სწორედ ამ თემას გთავაზობთ განსჯისთვის და ინტერაქტივის კითხვა შემდეგია. როგორ ფიქრობთ, უნდა აღდგეს თუ არა ტექდათვალიერება? 292 11 88 ან 292 11 99 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის უცვლელი ნომრები ტელეფონისა. აქვე შეგახსენებთ, რომ გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს ორ ნაწილიანია. პირველში ვსაუბრობთ მთავარ თემაზე, მეორეში კი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ დარეკოთ და რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემაზე, რომელიც თქვენ გაწუხებთ. ჩვენ კი ვესწრებით თქვენი სათქმარი მივაწოდოთ იმ ორგანიზაციებს, ვისაც შესწევთ უნარი, რომ დაგეხმაროთ თქვენი სოციალური ტიპის პრობლემის გადაჭრაში. გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 99, ასევე შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 და აქვე გეტყვით, რომ გზავნილის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასში შეესაბამება. დავუბრუნდეთ მთავარ თემას, ავტომობილების ტექდათვალიერება ბრუნდება. როგორ ფიქრობთ, უნდა აღდგეს თუ არა ტექდათვალიერება? სავალდებულო ტექდათვალიერება, რომელიც 2004 წელს გაუქმდა, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში კვლავ განახლდება. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით მთავრობამ ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოაცხადა. მისივე თქმით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეიძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე დიდი ხანია საუბარია საზოგადოებაში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე ცალსახად გახდა ცნობილი საქართველოში ტექნიკური დათვალიერების აღდგენის შესახებ, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ჩვენ ვეცდებით ექსპერტებისგან მოვისმინოთ, სპეციალისტებისგან, ამ საქმეში ჩართული და ჩახედული ადამიანებისგან, თუ რა სარგებელს უნდა ველოდეთ ტექდათვალიერებისგან, როგორ შეიძლება იგი ამოქმედეს ისე, რომ არ იყოს კვლავ კორუფციის წყარო. სანამ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ადამიანთან, მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი რადიოს პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრებს 292 11 88 ან 292 11 99 და შეგიძლიათ გავხსნათ პასუხი კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, უნდა აღდგეს თუ არა საქართველოში ტექდათვალიერება. სანამ დაგვირეკავთ, გავესაუბროთ ბატონ შალვა უბაიძეს. საღამშვიდობისა ბატონო შალვა, თქვენ ხაზზე ხართ. საღამშვიდობისა, მოგესალმები და მივესალმები თქვენი რადიოს მსმენელებს, იმ ადამიანებს განსაკუთრებით, რომლებიც ხაში არიან და მშვიდობიან, უსაფრთხო მგზავრობას უსურვებთ თითოეულ მათგანს. დიდი მადლობა იმისთვისაც, რომ გვერდით პირდაპირ ეთერში. თქვენ საქართველოს ავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ბრძანდებით საკრებულოს წევრი და ამ საქმეში, რომელიც ავტომობილო უსაფრთხოებას ეხება, ძალიან ჩახედული ადამიანი ბრძანდებით. პირველ რიგში, როგორია თქვენი შეფასება ტექდათვალიერების საქართველოში კვლავ ამოქმედებასთან დაკავშირებით? ტერმინი ტექდათვალიერება, როგორც ის ძველი კორუფციული სისტემა წარსულშაბარ და ავტომობილების სავალდებულო ტესტირება, პერიოდული ტესტირება და შეითხვას უნდა იყოს თუ არა, მოდი ძველებურად ვიტყვი ტექდათვალიერება, მე ამ ასეთნაირ ფორმულირებას მივცემდი. უნდა გაგრძელდეს თუ არა ლეიკემი დაავადებული ბავშვების რაოდენობის და უნდა გაგრძელდეს თუ არა ონკოლოგიური დაავადებების ზრდა. მე არ მიკითხავს ბატონო შალვა, უნდა იყოს თუ არა? არა. ზოგადად კითხვა უნდა დაისვას, არა თქვენ კითხვა უნდა დაისვას ზოგადად ასე ვინც ფიქრობს, აი რომ ვინც ამ თემის გამოწევას ცდილობს, რომ უნდა იყოს ტექდათვალიერება თუ არ იყოს. მე უბრალოდ ასე შემეულ ვერსიას გთავაზობ. გარდა ამისა უნდა გაგრძელდეს თუ არა ის რისკები, რაც ხშირად
არასწორად დამონტაჟებულ აირბალონებს, ან თუნდაც უნდა გაგრძელდეს თუ არა ის, რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბიზნესის ნაწილი არის, ამ გზავრების გადაყვანა, ავტომობილები გამართული უნდა იყოს თუ არა. აი ამაზეა საუბარი. ეხლა ჩვენ ხშირად საუბრობთ, რომ გვინდა ევროპისაკენ. ეხლა ვინმეს რო უთხრათ, ეხლა ქართულ რესტორანში რო არაევროპელო ამის შედინების თვალსაჩინო მიიღო. თუმცა ხუმრობა ეგეთ იყოს, მაგრამ ევროპელობა სწორედაც ხომ რაღაც წესებთან ასე თქვა ჩვენს დამოკიდებულების შეცვლას ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დავაგდოთ, მანქანა მეორე რიგში არ უნდა გავაჩეროთ, შუქნიშანზე შევხვდრ ზოლზე არ უნდა გადავიდეთ, წინ არ უნდა ჩაუცრა და ასე შემდეგ. ბევრის მათ შორის ის, რომ ავტომობილი გამართული უნდა გქონდეს. გამართული იმ მინიმალური სტანდარტით, რომელიც ორი ნიშნით არის მთავარი. პირველი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით ეს იქნება მუხრუჭის გამართულობა, საჭის მექანიზმის გამართულობა, მაშუქი ელემენტები და მეორე გარემოზე მიყენების ზარალის მიყენების და ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ვთქვათ რისკის მომეტებით. აი ეს ორი ნიშანი. სულ რამდენიმე პარამეტრია. და მე აი ჩემს ახლოს ვინც არის და ყველა ის ადამიანები ვინცაც ავტომობილი ყავს ამ მინიმალურ მოთხოვნას ყველა დააკმაყოფილებს და ეცაც გეტყვით რომ ასეთი საზოგადოებრივი აი სახალხო დაკვეთა რომ აი ასეთ ცხოვრება აღარ გვინდა ჩვენ აუცილებლად ამ ნაწილში გვინდა რომ მოწესრიგდეთ არასოდეს არ ყოფილა რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეები ყავს მაგრამ მე ამ მოწინააღმდეგეებს შევადარებ იმ ადამიანებს აი ჩვენ სკოლის დროს ხანდახან გვეუბნებოდნენ რომ აი ზეგ საკონტროლო წერა იქ წინააღმდეგობას უწევდა ის ადამიანი რომელმაც გაკვეთილი არ იცოდა ნუ ეხლა ავტომობილი ვისაც სulis დროს სიარულის დროს ბორბალიწრება ან საშინელი გამონაბოლქვია და ასე დაშლილია ხო რაღაც ნუ რა თქმა უნდა ის წინააღმდეგ მეორე მცდარიაზე ვიცი რა ზოგი ამბობს რომ ვიცი რა თუ ქვეყანა ჭირდება მე ამ გადასახადს გადავიხდი არ არის ტექნათვალიერება გადასახადი ტექნათვალიერება არის ჩემი თქვენი ჩვენი გამოკიდებულება ჩვენი სატრანსპორტო საშუალებისა და რამდენად გამართულია არ უნდა მივიყვანოთ იქამდე სანამ დაიშლება არ უნდა მივიყვანოთ იქამდე სანამ სამუხრუჭე ხუნდები ხრიალს დაიწყებს საბურავის პროტექტორი არ უნდა დავიყვანოთ ყუამდე და ძაფამდე აი ამ ელემენტარულ რამეზეა საუბარი და აგრეთვე მანქანას რო შევიძენ პირველ რიგში არ უნდა გავიქცეთ ელიავას ბაზრობაზე და კატალიზატორი არ უნდა ჩავაჭრევინოთ ეს მე მეჩნია ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომა თუ კი რამე შეცდომას თუ არა დანაშაულად ეს ნამდვილად რთული მომენტია. კატალიზატორის შემთხვევა ავიღოთ მაგალითისთვის. ახლა ცოტა სიღრმეებში წავიდეთ ტესტირების მომავალი მეთოდებისა, თქვენი აზრით როგორ წარმოგიდგენიათ. მივიყვანე ავტომობილი, თქვა ტექნიკური დათვალიერებისთვის, ტესტირებისთვის და აღმოჩნდა რომ არ აქვს კატალიზატორი. ეს ავტომობილი სანამ მე შევიძინე გადამყიდველმა, რა თქმა უნდა, გზაში გააქრო და იმით კიდე ცალკეფული გააკეთა და ასე შემდეგ. ვის მოეთხოვება პასუხი თუ ამაზე აქცენტი არ გეკეთება თუ ძალიან ეს არის ერთ-ერთი გავრცელებული ხშირად დასმული შეკითხვები და მე შემიძლია ამ შეკითხვების და სწორედაც მაგიტომ გამოცხადდა გუშინ წინ ინტერესთა გამოხატვის ასე თქვათ ფანჯარა გაიხსნა ეს არის მიმაჩნია რომ ეს არის პოზიტიური შეუქცევადია პროცესი რომ ქირაობენ საკონსულტაციო ორგანოს ეს საკონსულტაციო ორგანო გახლავთ ის რომელიც აი ამ გარდამავალ ეტაპზე მოდი დავაკვათ ამას ადაპტაციის პერიოდი არ ვიცი შეიძლება 1 წელი გაგრძელდეს 2 წელი რამდენიც საჭიროა ხო ყველა ასეთ კითხვაზე უნდა იყოს კონკრეტული პასუხი ну ჩემი პასუხი არის ასეთი რომ მაგალითად ავტომობილი რომელიც გამოსულია ისე დროს როცა კატალიზატორი არ იყოს როგორ შეიძლება მას კატალიზატორის დაკნება მოხდეს ან თუნდაც კატალიზატორ ჩაჭრილ ავტომობილს ალბათ ეს ჩემი ვარაუდია უნდა ქონდეს ისეთი სტანდარტი რომელიც არ აღემატება თუნდაც ძველი კარბურატორიანი ავტომობილის გამონაბოლქვის სტანდარტს ანუ ეს არის პირველი ნაბიჯი ხოლო ყოველ შემთხვევაში ამ სქემის ამუშავება ამ პროცესის სულ მასშტაბიანად ამოქმედება საქართველოში თითოეულ ჩვენთაგას მიცეს რაღაცის პროგნოზირების აი მე მაგალითად დავფიქრდები მომავალ წელს უნდა ვიყიდო ისეთი ავტომობილი რომელსაც კატალიზატორი არ აქვს ჩაჭრილი რომელიც არ არის 10 წელზე თქვათ პირობითად ვამბობ ან 11 წელზე უფრო ან ევრო 4-ზე ნაკლები არ ვიცი ეს საკონსულტაციო ორგანო რას მოიფიქრებს მაგრამ გაჩნდება გარკვეული თამასა ორიენტირი რომლის მიხედვითაც მე ჩემი მომავალი ავტომობილის შეძენა უნდა დავგეგმო და ერთგვარი კულტურაც ჩამოყალიბდება ალბათ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ვინ უნდა შეგვედაოს იმაში, რომ ავტომობილს მუხრუჭი უნდა უჭერდეს და გამონაბოლქში უკან შლეიფი შავი არ უნდა მოყვებოდეს. ამაზე ყველანი შეთანხმებული ვარ. საუბარია, რამდენად სწრაფად მოვიხდით ამ საავტომობილო კუნტრუშას ან წითელას რაც შეიძლება რომ ერთხელ აღარ დაუბრუნდეთ არასოდეს.
ბატონ შალვა, რამდენად ჩემთვის ცნობილია არის გარკვეული კატეგორია მანქანებისა, რომლებიც ახლაც საყოველთაო ტესტირებამდე, ასე ვთქვათ, გადიან ამ პროცედურას და როგორც ვიცი, ისინი ამისთვის დაახლოებით 50 ლარის პარალელში იხდიან, თუ სწორად მაქვს ინფორმაცია. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, ან როგორ პროგნოზირებთ საყოველთაო? ახლა არავითარი ინფორმაცია პასარმოქმნაზე არ მაქვს, მაგრამ მე ის ვიცი, რომ ტეგ დათვალიერება ეს არის, მოდი ასე ვთქვათ, თერმომეტრი, რითაც ადამიანი ტემპერატურას იზომავს. ანუ ტეგ დათვალიერება ეს არის ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ შევამოწმოთ ჩვენი ავტომობილის ის ხომ არ არემონტებს რა. ამიტომ ეს პროცედურა ხომ აი ამ დიაგნოსტირების უნდა იყოს მინიმალური გონივრული ფასი. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და არ უნდა იყოს ბიზნესის და რაღაც ესეთი ძალიან დიდი ფულის შოვნის წყარო. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და მანდაც შეუვალივად ყველანი ამ საკითხში რა ხმაო. არის თუ არა სოფლიოს რომელიმე ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა, რომ ეს არ არის ფასიანი და ამ თანხას ასე ვთქვათ სახელმწიფო უზრუნველყოფს? არა, ასეთი რამ არ არსებობს, იმიტომ რომ ავტომობილი არის უფასო საგანი არ არის, ავტომობილი არის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, რომელიც აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობასაც რისკს წარმოშობს. უпростоრად და ემუქრება მის სიცოცხლეს თუ გაუმართავი არ არის და ამიტომ სახელმწიფო გიწესებს რომ შენ თუ დადიხარ ამ მომეტებული საფრთხის საგნით კეთილი ინებდა და ეს ავტომობილი და იხდი გარკვეულ X თანხას, ეხლა ონირული თანხა 3-4,000 ნაკლები ღირებულების ავტომობილი ახალი რა ჩამოდისად, ახალი როგორ შედარებით ახალი არ არსებობს. ეხლა ამის მაგივრად რომ გადასახადის გადამხედავ, ანუ მე და თქვენ დავაფინანსოთ მისი ავტომობილის შემოწმება, ეს ყველანაირ ლოგიკას მოკლედ. გასაგებია. კიდევ ერთ კითხვას დაგისვენთ, რამდენად ცნობილია გაზზე ავტოები, რომელთა ასაკი 24 წელზე მეტი იყო, უკვე ასე ვთქვათ, ვალდებულება ჰქონდათ მათ, რომ შემოწმებულიყვნენ. ნუ აქ ცოტა სხვა სფეროა, გაზის უსაფრთხო დამონტაჟება და ამ შემდეგ, მაგრამ ეს კომპონენტი, როდესაც საყოველთაო სისტემა აღმოქმედება ტესტირების, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, ხო და გაერთიანდება ალბათ. ისეთ რა არის, ესე იგი გაზზე გადაყვანილი, აი ბუნებრივ აირზე გადაყვანილი ავტომობილების შემოწმება ეს არის ცალკე სპეციფიკა. შარშან იყო მცდელობა, უბრალოდ შარშან წინ იყო მცდელობა, რომ შარშან 1 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო ამ ავტომობილების ცალკე გაზის აპარატურის შემოწმება. სამწუხაროდ ეს როგორც თქვენთან ერთად ჩვენ გვისაუბრია ამის თაობაზე, მოუმზადებელი იყო ეს გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და ჩავარდა ეს წინადადება, იმიტომ რომ არც ერთი სადგური იმ სადაც გაზის აპარატურა უნდა შეამოწმოს და ეს არ არის 5 წუთის საქმე, ეს მოითხოვს გაზის აპარატურის დაშლას, აირბალონის დემონტაჟს, შიგთავსის გამოყვას, წყლით შევსება სპეციალურ ღია სივრცეში, შემდგომ კედელთან სპეციალურ კედელთან მის წნევაზე 200 ატმოსფეროზე 250 ატმოსფეროზე წნევაზე შემოწმებას და ასე შემდეგ ეს მინიმუმ 2 საათნახევრიანი 2 საათიანი საქმეა. არ შეხვდა ეს ინფრასტრუქტურა მომზადებული და ამიტომ ეს ჩავარდა. კიდევ ვიმეორებ, გაზის აპარატურის შემოწმება არის ცალკე თემა, ხოლო ტეგ დათვალიერების დროს ტეგ დათვალიერების სადგურის, ანუ გზისთვის ვარგისობის ტესტირების, საავადმყოფო ტესტირების ცენტრები შეამოწმებენ იმ საბუთს, რომელიც არის გასამეული შესაბამისი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოში აკრედიტებული ორგანოს მიერ, რომელიც ჯერჯერობით 2 ცენტრის გარდა საქართველოში არ არსებობს და ალბათ საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შემოვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და სწორად ასვით შეკითხვა იქნება სწორედ ასეთი ცენტრების, ესე იგი, ვისაც გაზის აპარატურიანი მანქანა ყავს, მისი გაზის აპარატურა უნდა იყოს გამართული. აქსიომა და არ უნდა იყოს თქვა ელიავას ვაზრობაზე დაშლილებში შეძენილი სხვადასხვა კომპონენტებით თვით კუსტარულ წესით ასყობილი სისტემა. გასაგები, ანუ სავარაუდოდ შესაძლოა იყოს ასე, რომ სანამ მივა საერთო ტესტირებაზე, მანამდე თუ ბუნებრივ გაზზე მუშაობს ავტომობილი, მის უსაფრთხოებაზე უნდა გქონდეს უკვე მოპოვებული, ასე ვთქვათ, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გზისთვის ვარგისობის აკრედიტებულ ცენტრში ბუნებრივ აირზე მოდიფიცირებული ავტომობილი არ გადის ამ ანუ ის იქ მიდის უკვე ამაზე მიღებული წვანება რაც გამონაბოლქვას რაც შეეხება ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილის გამონაბოლქვი, ნუ ეხლა პირდაპირ გეუბნებით რომ ეს არის ყველაზე ნაკლები რისკი მაგის ტესტის საუბარებლობის სწორედ ასეთ ავტომობილებსაც, მაგრამ უფრო ამ აირბალონის ვარგისიანობის ვადა, წნევაზე შემოწმება და აი ამ არამატურის ეგრეთ წოდებული გაყვანილობის, ჰერმეტულობის შემოწმება, რომელიც ცალკე აკრედიტებულ სახელმწიფო
ორგანოში ტექნიკური კომპეტენციის მქონე ორგანოში იქნება. ბატონო შალვა, შეიძლება ცოტა სხვა მიმართულება, სხვა კომპონენტია, მაგრამ რადგან თემა მოიტანა, გითხავთ. საქართველოში ფასი იყო ერთ-ერთი პირველი, რამაც ასე ვთქვათ, პოპულარობა მოუპოვა ბუნებრივ აირზე გადაყვანას ავტომობილებისას და აქ ნაკლებად ფიქრობდნენ იმ ეტაპზე, ასე ვთქვათ, გარემოზე, მაგრამ მერე ეს ეფექტი აღმოაჩნდა დადებითი. ახლა ასე ვთქვათ, როგორც ვაკვირდები, მერდღარ პოპულარობას პოვებს თხევადი გაზი. ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმები აქაც ისევე უნდა იყოს განსაკუთრებულად გათვალისწინებული, როგორც მეორე ახლა ასეთი ღმერთი წავედით, ვინც გვისმენს და ვისაც მოდიფიცირებული აქვს აირზე ეს თხევადი იქნება, გათხევადებული იქნება თუ შეკავშირება ასეცოდინება, რომ აქ არის ძალიან დიდი სხვაობა წნევებში. გათხევადებული აირი გაცილებით დაბალი წნევაზე აქვს საუბარი, აქ არის დაახლოებით 8-6 ატმოსფერო, იქ არის დაახლოებით 200 ატმოსფერო. აი, ვიტყვიანი ძალიან გასხვავება. ამიტომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ორივე გაზი, ბუნებრივი აირი იქნება, ბენზინის ორთქლი იქნება, რომელიც არის დაგროვილი კრიტიკული მასა, ორივე ფეთქებად საშიში. ანუ ღმერთმა ყოლა დაიფაროს. ეს ავტომობილს ააფეთქებს ბუნებრივი აირისგან წარმოშობილი აირი, ბენზინის ორთქლისგან წარმოშობილი. განსხვავება იქნება აფეთქების რადიუსში, ერთი შეიძლება იყოს 15, მეორე 20, მესამე 25. თორე სამივე დამანგრეველია. სამივე სახიფათოა, სამივე არის ყურადსაღები და ყურადღება მისაწევი. უსაფრთხოების ზომები სამივეზე განსაკუთრებული. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ მაგალ სახში ყველა ხვარავთ ბუნებრივ აირსაც, უთოსაც ხვარავთ ელექტრო, მაგრამ ჩვენ ვიცავთ ელემენტარულ წესებს და ელემენტარული ახლა შიშველ სადენებს, მაგალითად ელექტროსადენებს არავითარ შემთხვევაში სახში არ დაუშვებთ ხომ ასე არა? სუნს თუ ვიცნობთ ეგრევე გამოვიძახეთ ხედა. ამიტომ თუ კი ჩვენ უსაფრთხოების ნორმებს დავიცავთ, არავითარი საშიშროება ისე არ არის. განსაკუთრებია. ბატონო შალვა, ამ თემაზე მე მგონი მე და თქვენ დიდხანს ვისაუბრებთ და ძალიან თემაც არის ვცელი. ძალიან ბევრი შეკითხვები დაგროვდება, მას შემდეგ რაც 8 დეკემბერს უკვე საკონსულტაციო ორგანო გაჩნდება და მეტი პასუხი იქნება. გადაცემის მეშვეობით თუნდაც ჩემთან ურთიერთობის მეშვეობით ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ის დაგროვილი შეკითხვები საკონსულტაციო ორგანოს, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს. ესე იგი კონკრეტული მარკის ავტომობილებს, კონკრეტული ასაკის ავტომობილებს, კონკრეტულ საწოლზე მომუშავე ავტომობილებს აჭედადა უამრავი საკითხია, რომელზეც უნდა იყოს ძალიან მკაფიო ერთგვაროვანი პასუხი, რომ ამან არ დაბადოს პოლიტიკური თუნდაც ესეთი მითქმა-მოთქმის და რაღაც ესეთი სხვა მდგენელი რო არ შემოვიდეს აქ ისი კატეგორიული მოწინააღმდეგეც, უნდა იყოს საქმიანი საუბარი, უნდა იყოს რეალობა გათვალისწინებული, არ უნდა ქონდეს ამას დასჯის სახე. ეგ სხვადასხვა ეს არის ხშირად აბოლა იტეკ დათვალიერება შეამცირებს, ვერ შეამცირებს, თუ კი ადამიანე მანქანას წესრიგში მოიყვას, ვერავითარ შემთხვევაში როგორ მაიძულებ, რომ მე ავტომობილი გავაჭერო. თუ კი დავაკმაყოფილე ყველა მოთხოვნა. ხო, დავხარჯავ თანხას, იმ დაკიდების ელემენტს, საჭის მექანიზმ, იმ რა ქვია, სფერულ სახსას, ეგრეთ წოდებული წააგას თუ იმ შარავის მოვაწესრიგებს, ამოხრუჭეხულ, გამონაბორ დავარ როგორ მაიძულებთ, რომ მე გავაჭერო ავტომობილი, ესეც მწარი. ამიტომ ეს არ არის დამსჯელი ორგანიზაცია. პირიქით ეს არის ჩვენი იძულება, რომ ავტომობილებით ნაკლები, ასე ვთქვათ, ზიანი მივაყენოთ საკუთარ ოჯახის წევრებს, საზოგადოებას და გარემოს. გასაგებია. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ბატონო შალვა. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით ბატონ შალვა უგბაიძე, საქართველოს ავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს, საგრებულოს წევრს. 292-11-88 ან 292-11-89 ამ ნომრებზე ველოდებით რადიოსანელებო თქვენ ზარებს, რათა გამოხადოთ თქვენი პოზიცია და თქვენი აზრი საავტომობილო საყოველთაო ტესტირებასთან დაკავშირებით, მის ამოქმედებასთან დაკავშირებით. რამდენიმე წუთიანი სარეკლამო პაუზა და შემდეგ კვლავ ვიქნებით პირდაპირ ეთერში. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292-11-88 292-11-99 უსმენთ ერთმანეთს. პირდაპირ ეთერშია გადაცემა უსმენთ ერთმანეთს. შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის მთავარი თემა ტექნიკური ტესტირების საყოველთაო კვლავ განახლება საქართველოში. საყოველთაო ტესტირება, როგორც საქართველოს მთავრობამ განუცხადა მოსახლეობას 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი კუმსიშვილმა სვლად ისაუბრა ამის შესახებ, გარკვეული განცხადებები გააკეთა, თუმცა არაერთი კითხვა დაგროვდა, რომელზეც საზოგადოება ელოდება პასუხებს, თუ როგორი სისტემით, როგორი კრიტერიუმით და რა ტიპის მექანიზმებით მოხდება ავტომობილების საყოველთაო
სავალდებულო პერიოდული დათვალიერება. გარდა მთავარ თემაზე დიალოგისა შეგახსენებთ, რომ გადაცემის მეორე ნაწილში გეძლებათ იმის საშუალება, რომ ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ 292-11-29 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები. ერთ-ერთი მსმენელი უკვე ხაზზეა, გავესაუბროთ მას საღამოშვიდობისა. გესმით ჩვენ? გისმენთ? რაც შეეხება არსებულ საკითხს, ერთად საჭიროა, მაგრამ ანალოგიური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ეს არის უფრო რაღაც კორუფციული მახინაცია. სულის კეთებასთან იმართებაში, იმიტომ რომ ესე იგი რა გამოდის, რომ ესენი ჯობს ეხავენ ღლავებზე. თავისთავად ხარდია, როდესაც ეგეთ რაღაცას აკეთებ და გინდა შენ მარტო ის გააკეთო, რომ როგორც თქვენ ხალხს გადაახდევინო ფული, აი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ემსახურება ქვეყნის კეთილდღეობას, შეიძლება თავისთავად ითქვას, რომ მოდი ჯერ ისე გააკეთე, რომ ისინი ვინც არიან დიდი მოწოდებლები, როგორც თქვენ, ბენზინის საცხებ მასალების და ასე შემდეგ, იმათმა მოგვაწოდონ ჩვენ ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც ჩამოყვანილ მეორად მანქანას გაცილებით უფრო დიდხანს მისცემს იმის საშუალებას, რომ მალი არ გამოვიდეს ცხოვრიდან, ვიდრე ახალსაც ისევე მალე გააფუჭებს, როგორც ჩამოყვანილს, იმიტომ რომ ცუდი მოწოდებული ბენზინი, ცუდი მოწოდებული ხარისხის ფილტრები, საფოხი მასალები და ასე შემდეგ მანქანის ცხოვრიდან გამოსვლას უწყობს ხელს. როგორ შეიძლება მოთხოვო ადამიანს ეგ მომსახურებაზე გასვლა, როცა შენ მას აწვდი დაბალი ხარისხის ბენზინს, საერთოდ უხარისხოს არანაირ ევროპულ ხანძრებთან მიახლოებულს და იმას შენ ვალდებულს ხდი, რომ რაღაც სუპერ კომპონენტები ჩააყენოს იმისათვის, რომ ის დაბალი ხარისხის ბენზინი, რომელიც დაბალი ხარისხის ძესთან ერთად მუშავდება და იწვევს ცუდ გამონაბოლქვებს, აქედან გამომდინარე, იყოს ჩამდგარი ნორმაში. აი თავარი ეცა თევზი თავიდან ფუჭდება. ჯერ ამ მეგა ბობოლებს, ვისაც ოქროს ფულის კეთების საშუალება აქვს, მიეს იმის ვალდებულება სტანდარტული, ნორმალური ხაშის შესაბამისი ხარისხის პროდუქცია მოიტანოს ბენზინთან და უკვე ტესტირებაზე გადავიდეთ. გასაგებია. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენი აზრი. უღრმესი მადლობა, რომ დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში და გამოთქვით თქვენი პოზიცია. კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ, სანამ მორიგი მსმენელი დაგვირეკავს ნომერზე 292-11-98 ან 292-11-99. ბატონი გელა კვაშილავა პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დამფუძნებელია, ფონდის დამფუძნებელია ხაზზე. ბატონ გელა, საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა, მივესალმებით თქვენს მსმენელს, მოგესალმებით, ბატონო. უღრმესი მადლობა, ბატონ გელა, რომ გვერდით პირდაპირ ეთერში. თქვენ გესმოდათ ახლა ჩვენი ერთ-ერთი მსმენელის აზრი პირდაპირ ეთერში თუ არ გქონდათ ახლა? მე მოვისმინე ნაწილი მსმენელის აზრი, რომ საწოლთან დაკავშირებით იყო განცხადება. დიახ, მისი мотиваცია იყო, რომ პირველ რიგში დიდი მომწოდებლები ან ბაზრის მსხვილ მოთამაშეებთან, ასე ვთქვათ, მოგვარდეს ურთიერთობა, რომ მათ მოგვაწოდონ ხარისხიანი საწვავი და საფოხი საშუალებები და შემდეგ მოვთხოვოთ უკვე მოქალაქეებს ავტომობილების წესრიგში მოყვანა. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს ლოგიკა? ზოგადად იქ თევზი იყო ნახსენები, თევზი შეიძლება მთლიანად აღროვდეს, მაგრამ თავიდან კი არა. ზოგადად ეს სისტემა არის მოსაწესრიგებელი, რაც ეხება ავტომანქანების გამმართველობას საწვავის ხარისხს, მაგრამ ეს არის პარალელური პროცესი. შეიძლება კონდეს უმაღლესი ხარისხის საწვავი, მაგრამ თუ ძრავი არ მუშაობს გამართულად ან სავალი ნაწილი, ყველაფერი ცუდად დამთავრდეს. ამაში ალბათ დამეთანხმებით, ხო? ხო და აქ არის პარალელური პროცესზე საუბარი, რომ ქვეყანაში დღეს არის მილიონზე მეტი ავტომობილი. ყოველწლიურად სადღაც 9% იზრდება ავტომობილების რაოდენობა. პირდაპირ უნდა ვთქვათ სიმართლე, საქართველოს ხდება თანდათანობით ძველი მანქანების სასაფლაო. საქართველოსთან ექსპორტიც მცირდება სხვა ქვეყნებში, იცით რატო? იმიტომ რომ ჩვენთან შემოდის ძველი ავტომობილი, რომლის ყიდვა არავის არ უნდა. ჩვენმა მეზობლებმა ყველამ უკვე ევრო 3, ევრო 4-ზე გადავიდნენ. და საწვავის ხარისხი რო უნდა გამომებდეს, ამაზე საუბარი არ არის, მაგრამ მანქანა დადის, რომელსაც ელემენტარულად საჭე არ აქვს, საჭის არ აქვს დამართული, სამუხუჭე სისტემა არ მუშაობს, არემაშუკი არ მუშაობს, პრობლემები არ მუშაობს და შედეგებსაც ხედავთ, ხომ? და ალბათ ყველა მოქალაქის უფლება და ხელისუფლება ამას უნდა უპასუხოს, რომ აუხსნას ქვეყანაში ამ მილიონი ავტომანქანიდან რამდენია უბრალოდ გამართული. ამის უფლება გვაქვს ჩვენ ეს მოვითხოვოთ, ხო? ამ მდგომარეობაშია
რა როგორი სერვისის მომსახურებას ვიღებთ იგივე კერძო ავტომობილებით რაც შეეხება ტაქსს ხომ რომელიც არ არის რეგულირებადი მომსახურებას ვიღებთ სხვა ავტომობილებით და დღეს სამწუხაროდ ეს ვერ ხდება და მე თქვენ იშვიათად მეტყვით ქვეყანა სადაც არ თვლიან ან არ ხორციელდება ესეთი შემოწმება ზოგან მართალია ის კორუფციულია ზოგან კარგია მაგრამ ზუსტად ის არის მიზანი რომ ისეთი სისტემა შეიქმნა სადაც მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება პროცესი ერთი მეორე იქნება მოსახერხებელი მოსახლეობისთვის მესმის იქნება პროცესი ეს ერთ დღეში ვერ მოხდება იქნება ისეთი სისტემა სადაც აი ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები და რა თქმა უნდა თვითონ ეს რა ქვია ჰაერზე დაბინძურებაც შემცირდება და ამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის დაწყება გასაგებია გელა ის რომ ტექნოლოგიებას აქვს თავის სიკეთეები ტესტირებას ავტომობილებისას სავალდებულო საყოველთაოს პერიოდულს ეს გასაგებია იმიტომ რომ იგივე დაკვირვებული ავტომობილის დაკვირვებული მყიდველი ყოველთვის თუ ევროპიდან ყიდულობს ან სხვა ქვეყნიდან ცდილობს რომ დააკვირდეს ტექნიკური დათვალიერების სპეციალური ასაკრავი საშუალებით მიხვდეს როდის იყო ეს ტესტირებაზე გაყვანილი ან თუ მოყვება ის სპეციალური წიგნაკი და ასე შემდეგ და როდესაც ეს არის ფაქტიურად პასპორტი მანქანის ის ყველა ადამიანს როხზეა მანქანას პასპორტი ამ მდგომარეობაშია მისი გული თვალი თავი ასე ვთქვათ პროპორციულად მოქმედებს როდესაც ეს მონაცემები მოყვება მანქანებს და რაც უფრო ახალი შემოწმებულია მით უკეთესია და ფასიც მაღალია შესაბამისად ყველამ ძალიან კარგად იცის ასე ვთქვათ რა სიკეთე და პლუსი აქვს ამას მაგრამ პირველი ასოციაცია განსაკუთრებით ასაკოვამძღოლებში ალბათ არის კორუფცია რომელიც ყვაოდა ასე ვთქვათ ამ სფეროში წლების წინ როგორ შეიძლება რომ ეს არ მოხდეს როგორ ფიქრობთ? გეთანხმებით ყველაზე მთავარი რისკი რაც არსებობს არა მარტო საქართველოში ბევრ ქვეყანაში არის კორუფცია ხო? კორუფციის რისკი მაგრამ თუ იქ ჩვენ მაგალითად მინდა მომყავს იცით მართვის მოწმობების გაცემა საქართველოში ასევე კორუფციული იყო გახსოვთ ალბათ ეს რო თქვენ ალბათ თუ არა მახსოვს კი ხო და ეს სისტემა ძალიან რთული იყო სხვათა შორის და ის მოწესრიგ და დღეს არ არის კორუფციული ეგ ძალიან მინიმალურია იშვიათად თუ გაგიგია თქვენ საქართველოში საუბრობ მე ამ სხვა ქვეყანაზე არა ნუ ეს ცოტა საუბრის სხვა თემაა მაგრამ კორუფცია არ გაგიგია მაგრამ შედეგი და ხარისხი სამწუხაროდ ცუდია შედარებას ვაკეთებ ტექნიკური საშუალებების დანერგვით იგივე კარგი სისტემის ჩამოყალიბებით ეს სისტემა სადაც პროცესი იქნება ცენტრალიზებული მართვა, ხო? რომელიც ბუნებრივია რაღაც რაღაც შემთხვევები შეიძლება იყოს, მაგრამ რაღაც საუბარი რაღაც ეს სისტემა შეიქმნას, რომელიც იქნება ცენტრალიზებული, გამჭვირვალე, სადაც იქნება კონკურენცია, სადაც იქნება რა ქვია ამ დიაგნოსტიკური ცენტრები ეს ხელული ხო იქნება ეს დამავალი დიაგნოსტიკური ცენტრები ხო არ იქნება რა იმედია ხო ეს პროცესი თუ შეიქმნა ესეთი სადაც აი ეს ელემენტები ყველაფერი მოწდება დღეს ტექნოლოგიური საშუალებები კამერები ბევრი ამის აღმოუყრის საშუალებას იძლევა მუდმივ ონლაინ რეჟიმში რო იყოს თელი ეს ტესტირების სივრცეც ეს ალბათ ერთ-ერთი მექანიზმი იქნება ეფექტიანი კორუფციასთან უფრო მევხედავ ალბათ ყველას ფასი აღელვებს ხომ და მაგრამ ამ ცენტრებში გავლასთან ერთად მნიშვნელოვანი აგრეთვე მე შემდგომში აღსრულება როგორ იქნება ამ სისტემის, ხო? გასაგებია. პოლიცია როგორ აქ ბევრი რაღაცაა, მაგრამ საკითხი არის ერთი რაღაცა. იმის გარდა რომ თავი დავანებოთ 2018-ში ქართულ მანქანებს 18-ის შემდეგ ევროპულ სივრცეში შესვლა რო არ შეეზღუდოთ, იმიტომ უკვე 18-ის პირველი ნახევრიდან უნდა გვაქვს ვალდებულება რომ ამ ყველა ტიპის მანქანა იყოს შემოწმებული, ხო? დიახ. ეს ერთი შიგნითაც ხო გამეთანხმეთ რომ ავტომანქანების გამართულობა დამოკიდებულია ჩვენზე კი მაგრამ რაღაც მინიმალური სტანდარტები თუ რამ მდგომარეობაშია ჩვენი ავტოპარკი დღეს არ აგვაქვს უნდა გქონდეს უნდა იყოს ეს და მე აქ განცხადებაში იყო ნათქვამი ალბათ ამას სახელმწიფოდან წახალისებაც უნდა მოყოს ხო დიახ და შეიძლება პირველ ეტაპზე ჩვენ არავინ ალბათ არ მოითხოვს ევრო 5-ს და ესეთ უმაღლეს სტანდარტებს, ხო, მაგრამ იქითკენ რო წავიდეთ, ხო? ეს პროცესი და ნელ-ნელა ალბათ. ქართული ავტომობილებისთვის ფაქტურად ჩაიკეტება ყველა სივრცე თუ რაღაც ესეთი შემოწმების საბუთი არ იქნა ელემენტარულად, როგორც ჩვენთან ისე მეზობლებშიც და ალბათ ეს არა ყველასთვის ამგებიანია, ხო? გასაგებია. უღრუესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ბატონგელა, პირდაპირ ეთერში დიალოგისთვის, მადლობა. მადლობა რომ ესეც საკითხებს აშუქებ და თავარი ამ პროცესში მინდა კიდევ ხაზი გაუსვა რომ მოსახლეობის განსაკუთრებით ყოლების
თან კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი ამ თემაზე დიალოგი სწორედ ამას ემსახურება, რომ მათ მიიღონ ყველაზე მეტი ინფორმაცია და იმედი გვაქვს, რომ კომუნიკაცია ზუსტად იმ კომპანიამ, რომელსაც ალბათ შეარჩევენ, უნდა დაიწყოს თავიდანვე. და რეგიონებში ყველგან რომ მძღოლებს კაფეოთ აუხსნათ, თუ რატომ ტარდება, როგორ ტარდება, რა პრინციპებია და თუ რამე ისინი იქნება, რა ქვია, შეხედულებები, როგორ შეიძლება გამოსწორდეს. გასაგებია. ჩვენ ამ თემაზე ალბათ კიდევ არაერთხელ მოგვიწევს დიალოგი. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. რადიოს მენელს შევახსენებ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ველესაუბრებოდით ფონდის პარტნიორობას საგზაო უსაფრთხოებისთვის დამფუძნებელ გელა კვაშილოვას 292 1188 ან 292 1189 რადიო მედიის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომერი და სანამ თქვენ დაგვირეკავთ კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ახალზე საღამოშდობის ეკა. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვერდებით პირდაპირ ეთერში. ეკა, ერთ-ერთი განმარტება სავალდებულო პერიოდული ტესტირების ავტომანქანებისა, ასე ვთქვათ, მიზეზი ერთ-ერთი არის ის, რომ ტექ დათვალიერებაზე დადებითი პასუხის შემდეგ ავტომანქანა, რომელიც იქიდან გამოვა და მწვანე შუქს მისცემენ იმისთვის, რომ იმოძრაოს ქუჩებში, ასე ვთქვათ, ნაკლებად იქნება დამაბინძურებელი გარემოსთვის. ამ მხრივ რამდენად მაღალ შედეგებს უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში მინიმუმ და მით უმეტეს სავალდებულო ტესტირების დაწყების პირველ ეტაპზე. მივესალმებით თქვენს მენელს, საგამ დიდი მადლობა ჩართვისთვის. ესე იგი უნდა ველოდოთ თუ თქვათ ეს განხორციელდა ისეთ დონეზე როგორ ჩაფიქრებულია და ანონსებულია და მოლოდინი გვაქვს, ნამდვილად უნდა იყოს შესამჩნევი, მაგრამ თუ ეს გაკეთდა ისე როგორც დღეს ხდება ტექნიკური დათვალიერება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, დასაკვირველია ნაზრია ამის გაკეთებას. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ იმაზე, რომ რადგან დაანონსდა და ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ხარჯი უნდა გაწიოს ხელისუფლებამ, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსის ჩართვა უნდა მოხდეს, უნდა იყოს ეფექტიანი და უნდა იყოს საზოგადოებაზე ორიენტირებული ქმედება. ამიტომ მოლოდინი აი რო გითხრათ უნდა გქონდეს ამის. მაგრამ უნდა გაკეთდეს ეს უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობა, როგორ მოახერხეს ამის გაკეთებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე და არა მხოლოდ ჩვენ, ეს არის ასე რომ ვთქვათ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი და ეს ნაწილი უნდა დავალდებულება უნდა იქნეს სასანადო დონეზე შესრულებული და არა იმიტომ რომ უბრალოდ შესრულდა და მორჩა. და არ იყოს ფორმალობამდე დაყვანილი ეს ყველაფერი. ეს ვერ იქნება ფორმალურამდე დაყვანილი, თუ ჩვენ ხელისუფლებას უნდა თავის მოსახლეობაზე ზრუნვა ეს ერთი მიმართულება, მაგრამ მეორე ასევე საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნება, ეს უნდა იყოს კარგად გაკეთებული. სხვა შემთხვევაში აუცილებლად მივა ეს ხმა ყველა ადამიანამდე, ვის ყურამდე ეს უნდა მივიდეს, რომ ეს ვერ გაკეთდეს სათანადოდ. მაგრამ თუ გაკეთდება, აუცილებლად ეს ხმაც მივა იქამდე. ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ და კითხულობთ უკვე საერთაშორისო მედიაცი აშუქებს თუ რა მდგომარეობა არის, იგივე საგზაო შემთხვევების მხრივ, იგივე გამონაბოლქვის კუთხით, უბრალოდ მართლა რეპუტაციის და იმიჯის საკითხით არის სხვა თავი დაანებოთ, ხო? როდესაც გვაქვს როგორც ქვეყანას პრეტენზია ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. გასაგებია. ეკა ეკონომიკის მინისტრმა დავით ხუმსიშვილმა ამ თემაზე საუბრისას, ასე ვთქვათ, აღნიშნა, რომ შემუშავდება რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და აირბალონით აღჭურვილი ავტომანქანების კონტროლის სისტემის ინტეგრირების შესახებ და ეს ყველაფერი არის პირველადი, ასე ვთქვათ, მონაცემები. გასაგებია, რომ ყველაფერი უნდა დაიხვეწოს, ამაზე ჯგუფმა უნდა იმუშაოს და ასე შემდეგ, მაგრამ არსად არის არაფერი ნათქვამი, თქვათ, მარჯვენა საჭიანებზე. ამ მხრივ როგორ წარმოგიდგენიათ სავალდებულო ტესტირებაში მათი ჩართვის მექანიზმები, შეფასების კრიტერიუმები? თვითონ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით მთელი ავტოპარკის 30%-მდე აღწევს, ხო? ავტომობილები უნდა იქნას გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, და ინტეგრაცია უნდა მოხდეს. უკვე არსებული ავტომობილების ინტეგრაციის ფორმა უნდა იქნას მოფიქრებული სავარაუდოდ. ხა შეიძლება ახალი არ შემოვიდეს ეს აიკრძალოს ამ. მაგრამ რაც არის ძალიან ნორმალური იქნება, მაგრამ არსებულ ავტოტრანსპორტს ვერ ამოვიღებთ უბრალოდ ხო ერთი ხელის მოსწრაფად. ეტაპობრივად აუცილებლად უნდა იყოს რაღაც შეთავაზებები ამ სახის ავტომობილის ძღოლებისთვისაც. და აქვე დავამატებთ, შეიძლება ჩვენ არასამთავრობო სექტორი უნდა ვიყოთ ჩართული ამ პროცესებში, ვფიქრობ, ჩემი კოლეგა საუბრობდა, ხო, რომ ან საკონსულტაციო ჯგუფმა, რომლებიც აბსოლუტურად არ იციან რა მდგომარეობა არის
ქალაქებში და ქვეყანაში ამ კუთხით უნდა შეისწავლონ ეს სიტუაცია. ჩვენ სამოქალაქო სექტორი მეტნაკლებად გავარკვევთ, გარდა იმისა, რომ თქვათ მათ ჩვეულებრივ მძღოლებთანაც ექნებათ კონსულტაციები, ალბათ ჩვენთანაც მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს ეს თანამშრომლობა, მოგახსენებთ, ეს არ არის ის პერიოდი, რომ ძალიან აი განებივრებული ვიყოთ ამ დროის მონაკვეთით, ძალიან სწრაფად და ოპერატიულად და საქმეზე ფოკუსირებულად უნდა მოხდეს ამ პროცესების განხორციელება. შესაბამისად, ყველა ის მხარე, რომელიც არის დაინტერესებული და მათ შორის ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურად ჩართულნი და დროულად გავაკეთოთ, რომ მოვასწროთ ეს პროცესები. და რაც თავარია, მივიღოთ სასურველი შედეგები. დიდი მადლობა ეკა. უღრმესი მადლობა პირდაპირ ეთერში დიალოგისთვის ეკა ლალიაშვილი საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარე გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენ საუბრობდით 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში პერიოდული ტექნიკური ტესტირების სავალდებულო რეჟიმის ამოქმედების შესახებ და პრინციპში ჩვენი გადაცემისთვის გამოყოფილი დროც დასასრულს უახლოვდება და ტრადიციულად მიწურულს გადაცემისა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა VHL.G ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას და ასე ვცდილობთ დავეხმაროთ მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამ კვირაში ჩვენ 28 წლის გურამ ლომსაძეს ვეხმარებით, მას ნაწლავის პერფორაცია აქვს, ოპერაცია და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია სჭირდება, რომელიც 4605 ლარი ღირს. მის დასახმარებლად შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე 0997108082 სარიზღირებულება 1 ლარია და ემოტებით ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს VHL.G. ეს იყო ის ინფორმაცია რომელიც მოგაწედეთ იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელსაც ამ კვირას ჩვენ ვეხმარებით. კიდევ ერთხელ გაგიმეორებ ტელეფონის ნომერს 0997108082 სარიზღირებულება 1 ლარია და როგორც მატყობინებენ კიდევ ერთი მსმენელია ხაზზე, მას მივცეთ თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და შემდეგ უკვე დაგემშვიდობებით. საღამშვიდობისა გისმენთ. ანუ გამარჯობა შევანკარგო. იმათ ეს შეკითხვა, ანუ კი გასაგებია თავისთავად კარგია რაღაც ფორმით კონტროლი უნდა იყოს ამ ავტომობილებზე, მაგრამ მე მაინტერესებს უბრალოდ ჩვენი დედაქალაქში ავტობუსის მოძრავი, რომელიც დადის მაგაზე უფრო მეტად, რომელი მანქანა ესე ვთქვათ იჭვარტლდება და რომელი აბინძურებს მაგაზე უფრო მეტ უარესად ქალაქს. აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს არის მოწესრიგებული ჯერჯერობით. აი, აქედან დავიწყოთ საუბარი. ჯერ თუ ეს მოწესრიგებულია, მე ყველაფერი ჩვენზე ხალხზე რატო უნდა გადაწყდეს? როცა ესეთი პრობლემის წინაშე დგავართ ჯერ ამ ეტაპზე. დიდი მადლობა. გასაგებია, დიდი მადლობა. ანუ კიდევ ერთი ზარი იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველი იქნებოდა სახელმწიფომ ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტების ტესტირებას მიაქციოს ყურადღება გამართული ტრანსპორტი მოძრაობდეს სამოქალაქო ქალაქში და შემდეგ უკვე მოითხოვოს, ასე ვთქვათ, საყოველთაო დათვალიერება ავტომობილებისა, ამაშიც ალბათ არის გარკვეული ლოგიკა, თუმცა ყველაზე მთავარია რომ ის რისკენაც მივდივართ, ავტომობილების საყოველთაო პერიოდული ტესტირება იყოს შედეგზე ორიენტირებული და ამით მიიღოს ნიშნულოვანი სიკეთეები საზოგადოებამ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ ვუსმენდით ერთმანეთს. ხვალ 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში იქნება ეს გადაცემა და ხვალ კვლავ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი აზრი ამ თუ იმ თემაზე. მე კი დაგემშვიდობებით და მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ვუსმენდით ერთმანეთს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.